დასანანია, როდესაც ჩვენ ხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და ფაქტების დამახინჯებას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. როგორც მოგეხსენებათ, ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ევროკავშირს და ასეთ დროს საფრთხე ექნება საქართველოში და ზიანი ადგება არა მხოლოდ ევროპული ბიუროკრატიის რეპუტაციას, არამედ ზიანი ადგება ასევე ევროკავშირის რეპუტაციასაც და სწორედ ასეთი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში თანდათანობით მცირდება ნდობა როგორც ევროპული ბიუროკრატიის, ასევე ზოგადად ევროკავშირის. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ნიშნავს ორმაგ სტანდარტებს, ნიშნავს უსამართლობას, ნიშნავს იმას, რომ სერიოზული პრობლემებია ევროპულ ბიუროკრატიაში. კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი მასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი შეიძლება ევროკავშირში, ჩვენ გვინდა 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და იმედი გვაქვს, რომ მანამდე რადიკალურად შეიძლება მდგომარეობა ევროკავშირში. დღეს რეალურად არის საბჭოთა სტანდარტების დონემდეა დასული ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობა, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა.